პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობის“ გადაღებიდან 105 წელი გავიდა. 1912 წელს ფილმი ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ევთესე სამინისტროს არქივი ამ სურათთან ერთად მისი რეჟისორისა და ოპერატორის მოგონებებსაც ინახავს. 105 წლის წინ გადაღებული ეს კადრები დოკუმენტური კინომემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია. კინოფილმზე აღბეჭდილ გოსნის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში რეჟისორიც, მემონტაჟიც და ოპერატორიც ერთი ჰყავდა. 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე ეროვნულ ზეიმად ქცეული აკაკის მოგზაურობა თაობებს ვასილ ამაშუკელმა შემოუნახა. ეროვნული არქივი მე-20 საუკუნის უნიკალურ კინოკოლექციას ინახავს. მათ უმრავლესობას დოკუმენტური მასალები წარმოადგენს. აქვეა დაცული აკაკის მოგზაურობის ამსახველი ფირი, რომლის რესტავრაცია 2009 წელს მოხდა. ეროვნულ არქივში ციფრულთან ერთად დღეს აკაკის მოგზაურობის ამსახველი ძველი ნეგატივიც ინახება. მსოფლიოში არის ესეთი აზრი კინოს სამყაროში, რომ ეს სურათი, ეს ფილმი არის ერთ-ერთი სრულყოფილი პირველი სრულყოფილი დოკუმენტური ფილმი. დოკუმენტურ ფილმს აქვს თავისი განსაზღვრება, რანა ესე იგი გადაღების კუთხით, მონტაჟის კუთხით, თქვათ დრამატურგიის კუთხით არის როგორც დოკუმენტური ფილმი და არა სიუჟეტი. ასეთიანს ესტუმრნენ სამსონ დათეშიძე და ლადო ბზვანელი. წინადადებით ეწყობა მგოსან აკაკის მიწვევა რაჭა-ლეჩხუმში. მოგვიანებით 50-იან წლებში ვასილ ამაშუკელმა აკაკის მოგზაურობა ჩანაწერებშიც ასახა. კინოოპერატორი 1957 წლით დათარიღებულ რეპორტაჟულ ქრონიკაში აკაკიზე კადრს მიღმა დარჩენილ მოგონებებსაც წერს. ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ მას აქვს სისტემატური კონტაქტი თავად აკაკის წერეთელთან და ამბობს, აკაკის ეთყობოდა დიდი აღტაცება ამ სანახაობით, მითხრა, რომ არ დაზოგო გამოცდილება და მასალა, მითხრა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს ფერხული ასე იქნება აღბეჭდილი. ესე იგი, ეს არის თანამშრომლობა უშუალოდ აკაკისა და ოპერატორისა ძალიან ბუნებრივად უშუალოდ ისე როგორც იყო რეალურად. კინორეჟისორისა და ოპერატორის გადაღებული მემკვიდრეობა დღეს ასეც ფასდება. ვასილ ამაშუკელმა ფილმში არა მარტო პოეტის მოგზაურობა ასახა, არამედ ქართული ტრადიციები, იმერეთის ბუნება და ხალხი, რომელიც ასე აღტაცებით აკაკის სახით 1912 წელს მისი ქვეყნის თავისუფალ მომავალს ესალმებოდა.